გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებს მოსახლეობის პრობლემებზე დასმული კითხვების მოსმენა არ სურთ და აღიზიანებთ. ამის მაგალითად კი დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებული კითხვები მოჰყავთ. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ქართული ოცნების მიზანია ოპოზიციის ხმა ჩაახშოს. Ჩემმა დასმულმა კითხვამ გააღიზიანა მართველი პარტიის წარმომადგენლები. კონკრეტულად კითხვა ეხებოდა დაჯარიმებულ მგზავრებს, როდესაც ქვეყანაში ესეთი შეჭირვებული მოსახლეობაა და არ არის მუნიციპალიტეტში ის პირობები, როდესაც ტრანსპორტის სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მგზავრების გადაადგილება ნორმალურად და ჩასარიცხი აპარატები იყოს მოწესრიგებული, სწორედ აი ამ კითხვაზე გაღიზიანდა მართველი გუნდი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კომბინატის დასახლებაში, კერძო ჩინდისის გმირების გამზირზე წლებია ვითხოვთ მოსახლეობა, რომ ახალი ავტოსადგურის მიმართულებით დაინიშნოს ტრანსპორტი. არაერთხელ მიმართა ოფიციალურად წერილი გორის მერიას, თუმცა დღემდე პასუხი არ მიმიღია და დღემდე რეაგირება არ მოყოლია ამ საკითხს. კრიტიკული კითხვები აღიზიანებთ და უნდათ რომ საერთოდ ოპოზიცია ხმა არ მოიყოს, მაგრამ პირდები რომ ესე არ იქნება, ყველაფერს ვეთქვით აბსოლუტურად, რაც ხდება, როგორც ხდება. ყოველთვის ვიქნებით კრიტიკულები და არ ვიქნებით ნოტარიუსები, რომელიც რასაც გამოეტანენ, იმას ამტკიცებენ. ყოველთვის ამოვიღებთ ხმას და ყოველთვის ვიბრძოლებთ ხალხის გულისთვის, ქვეყნის გულისთვის და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის გულისთვის. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე კი ოპოზიციას სხდომის რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, ის ბრალდებები, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები აშღერებენ, მისთვის მიუღებელია. პრიორიტეტი არის რეგლამენტის მიხედვით დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები, ამიტომ მის გარშემო ყველას შეუძლია საკითხი დასვას, ფრაქციის სახელით, თვითონ თავისი საკრებულოს წევრის სახელით, მაგრამ როდესაც ისინი სხვა თემას აყენებენ, მე ამის უფლებას არ ვაძლევ. რამდენჯერმე მოხდა ამისი მცდელობა, ამას მოყვა მე რაღაცა ინდივიდუალური, შენ იმაში ნაციონალების რატო არ ლანძღავდი, პირადად მე მითხრეს, რომ რატო არ ლანძღავდი, რატომ არ აპროტესტებდიო, ნაციონალი მეუბნება, როცა მგლებივით დადიოდნენ. მე არ უარყოფ ამ იმას, რომ ჯერ ჩემს სტილში არ არის, რომ მაინც ვიღაცა ვაგინო, ხო? მაგრამ იმ პერიოდში, მაგალითად, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ყველაფერზე წამსვლელი იყო ნაციონალური მოძრაობა და მათი განსაკუთრებით ძალოვნება. ცნობისთვის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს სიტყვიერი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.